უკრაინის არსენალი ცოტა გაიზარდა და ბევრად უფრო ეფექტური გახდა უჩვეულო, მაგრამ საინტერესო ახალი იარაღის შემოღებით. ის, რომელიც სტრატოსფერულ სიმაღლეებზე ადის, სანამ მტერზე ჩამოვარდება. ის, რომელიც ადვილად უვლის ჯამერებსა და ელექტრონული ომის სისტემებს. ის, რომელსაც შეუძლია რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები მყისიერად გაანადგუროს, რის შედეგადაც კრემლის ჯარები, რესურსები და ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო დაუცველი რჩება შემდგომი დარტყმების წინაშე. გაიცანით დარტი. რაკეტა, რომელიც 10 წლეულების წინანდელ იდეას 21 საუკუნეში გადმოიტანს და შესაძლოა უკრაინის იარაღის არსენალისთვის შეუფასებელი დამატება აღმოჩნდეს. დარტი შეიქმნა უკრაინის ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის პროგრამის მიერ. ეს არის მსუბუქი რაკეტა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ სტრატოსფერული ბუშტების დახმარებით ჰაერში აიტანო. როდესაც ბუშტები გარკვეულ სიმაღლეს მიაღწევენ, რაკეტა თავისუფლდება და ჩაშენებული ნავიგაციის სისტემების გამოყენებით წინასწარ დაგეგმილ მარშრუტზე გადადის, სანამ საბოლოოდ ზემოდან დაარტყამს მიზანს. ეს საკმაოდ მარტივი კონცეფციაა და ბუშტების გამოყენების იდეა ომში საუკუნეებს ითვლის. მაგალითად, ძველ ჩინეთში ეგრეთ წოდებული კონგმინის ფარნები სამხედრო სიგნალებისთვის გამოიყენებოდა. ცნობილმა სტრატეგმა ჟუღე ლიანმა პირველად ისინი მაშინ გამოიყენა, როცა მტრის ძალებით იყო გასშემორთმული და დახმარებას ითხოვდა და ეს იდეა მალე გავრცელდა. დასავლეთ სამყაროში ბუშტების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების კიდევ ერთი ადრეული მაგალითი გვხვდება მე-18 საუკუნის ბოლოს, ფლერუსის ბრძოლაში, სადაც ფრანგულმა ძალებმა მტრის გადაადგილების დასაკვირვებლად წყალბადით სავსე ბუშტი გამოიყენეს. მიწაზე მყოფ ჯარისკაცებს რეალურ დროში აწვდიდნენ ინფორმაციას. საფრანგეთს საკუთარი. თუმცა ხანმოკლე ბუშტების კორპუსიც კი ჰყავდა, რომელიც საბოლოოდ ნაპოლეონმა დაშალა. მაგრამ ბუშტების ბრძოლაში გამოყენების იდეა ამით ნამდვილად არ დასრულებულა. მაგალითად, ავსტრიის იმპერიულმა ძალებმა ბუშტებზე დამაგრებული ბომბები გამოიყენეს ვენეციის წინააღმდეგ 1859 წელს. მათ ასაფეთქებელი ნივთიერებები, თითოეული დაახლოებით 24-დან 30 ფუნტამდე, ანუ 11-დან 14 კილოგრამამდე, მიამაგრეს ქაღალდის ცხელი ჰაერის ბუშტებზე, რომლებიც შემდეგ როგორც ხმელეთიდან, ასევე ორთქმავლიდან გაუშვეს. სულ დაახლოებით 200 ბუშტი გაუშვეს და სულ მცირე ერთმა დაარტყა ქალაქს, როგორც იყო განზრახული. თუმცა ბევრი ქარმა წაიღო, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ-ერთ მთავარ სირთულეს ბუშტებზე დაყრდნობით ბრძოლაში. დროის გასვლასთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა სამხედრო ძალები, მათ შორის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო, ცდილობდნენ ამ სირთულეების გადაჭრას და ბუშტებით ბრძოლის ახალი, უფრო ეფექტური მეთოდების აღმოჩენას. პირველ მსოფლიო ომში ბუშტები საკმაოდ ფართოდ გამოიყენებოდა სადამკვირვებლო პლატფორმებად, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მათი გამოყენების სფერო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. ბრიტანელები იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ ბარიერულ ბუშტებს, მაგალითად გერმანელი ბომბდამშენებისას და ადრეული ფრთოსანი რაკეტების საჰაერო შეტევების შესაჩერებლად. მათ ასევე მთელი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით ოპერაცია აუთვარდი, ბუშტების გამოყენებით განახორციელეს. ეს გულისხმობდა თითქმის 100,000 ბუშტის გაშვებას მთლიანობაში, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი ინცენდიანტებით იყო დატვირთული, ხოლო მეორე ნახევარი ფოლადის მავთულის ნაჭრებს ატარებდა, რომლებიც განკუთვნილი იყო ხანძრების დასაწყებად და ელექტროგადამცემი ხაზების დასაზიანებლად მთელ ევროპაში, რაც ქაოსს ქმნიდა გერმანული ძალებისთვის. იაპონიამ კი თავის მხრივ გამოიყენა ცეცხლოვანი ბუშტები, ასევე ცნობილი როგორც ფუგოს ბუშტის ბომბები, რათა აფეთქებადი ტვირთი გადაეტანა წყნარი ოკეანის გავლით. ათასობით ასეთი ბუშტი, რომლის დიამეტრი დაახლოებით 33 ფუტი, ანუ 10 მეტრი იყო და ძირითადად თხელი ქაღალდისგან იყო დამზადებული, ხონსიუდან გაუშვეს. ისინი ასაფეთქებელ და ინცენდიანტ მოწყობილობებს ატარებდნენ. რამდენიმე ასეული საბოლოოდ ჩრდილოეთ ამერიკაში შენიშნეს, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მცირე ტყის ხანძრები გამოიწვია. ეხლა ამ ისტორიულ მაგალითებს საკმაოდ შერეული შედეგები ჰქონდათ, მაგრამ თანამედროვე სამხედროებს ბევრად უფრო განვითარებული ტექნოლოგიები აქვთ. გაცილებით უკეთ ესმით ის პირობები, რომლებიც შეიძლება ბუშტებზე ჰაერში იმოქმედოს და უფრო დახვეწილი გზები აქვთ ამ პირობების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. შედეგად, მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა, მათ შორის შეერთებული შტატები და ჩინეთი, კვლავ აგრძელებს ბუშტებზე დაფუძნებული სისტემების პოტენციური გამოყენების შესწავლას. თუმცა უკრაინა მხოლოდ კვლევითა და ექსპერიმენტებით არ შემოიფარგლება. უკრაინა უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს ბუშტებს, რათა რუსულ რიგებში დაბნეულობა, ქაოსი და განადგურება გაავრცელოს, როგორც წერს Wall Street Journal. მაგრამ არც ერთ ქვეყანას ბუშტების გამოყენების სფერო ასე შორს არ წაუწევია, როგორც უკრაინას, რომელიც მათ იყენებს გააბედული დარტყმებისთვის რუსეთის სიღრმეში, ასევე სადაზვერვოდ ტრანსპორტირებისთვის და როგორც სატყუარებს. მართალია, კიევის ძალებმა კონფლიქტის პირველ დღეებში ბუშტებს მიმართეს. თავდაპირველად მათ ბომბებისა და ხელყუმბარების რუსების თავებზე დასაგდებად ან სატყუარებად იყენებდნენ, რათა მტრის საჰაერო თავდაცვა დაეკანცათ. 24-ისთვის უკრაინამ ბუშტებზე დაფუძნებული ძალისხმევა ახალ დონეზე აიყვანა და ამერიკელი მომწოდებლების პროდუქცია გამოიყენა კომპაქტური კამიკაძე იარაღის გადასატან სისტემებად.
ამ ბუშტებმა უკრაინას მისცა შესაძლებლობა დაერტყა რუსულ სამიზნეებზე ოკუპირებულ ტერიტორიებს მირმა და ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საზღვარს იქითაც. და ბუშტები გამოყენებულა მრავალ დარქმაში, ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა ნავთობის საბადოები, გადამამუშავებელი ქარხნები, საზღვაო ტერმინალები და სარკინიგზო კვანძები. როგორც მიხეილ კოფმანი, რუსული სამხედრო საკითხების ექსპერტი, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდისგან აღნიშნავს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის საერთო ძალისხმევაში, რათა რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უფრო გონივრულ პირობებზე დასვას. და ეს ნაწილობრივ ბუშტების დამსახურებაა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ უკრაინის სამხედრო ინჟინრები ცდილობენ კიდევ უფრო გააფართონ შესაძლებლობები და DART რაკეტა მათი ძალისხმევის საბოლოო შედეგია. მოდით უფრო ახლოდან დავაკვირდეთ, რა არის ეს და როგორ მუშაობს. ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრს არ გაუმჟღავნებია არც თვითონ რაკეტის და არც მისი გაშვებისათვის გამოყენებული ბუშტების ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები. თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები მიუთითებს, რომ რაკეტა საკმაოდ კომპაქტურია. მისი სიგრძე დაახლოებით 6 ფუტია, ანუ 1.8 მეტრი, ხოლო цаრიელი წონა თითქმის 29 ფუნტი, ანუ 13 კილოგრამია. ამბობენ, რომ მას შეუძლია თვირთოს საბრძოლო ქობინები, რომელთა წონა მერყეობს 7.7 ფუნტიდან, ანუ 3.5 კილოგრამიდან, 22 ფუნტამდე, ანუ 10 კილოგრამამდე, კონფიგურაციის მიხედვით. სავარაუდოდ საბრძოლო ქობინი შეიცავს გრაფიტზე დაფუძნებულ გამჭოლ ელემენტებს, თუმცა კვლავაც არ არსებობს კონკრეტული დადასტურებული დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს იგი, ან რა ტიპის სამიზნეების წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული. ჩვენ არ ვიცით ამ რაკეტის ზუსტი მოქმედების რადიუსი, სიზუსტის მაჩვენებელი ან თუნდაც წარმოების სტატუსი, რაც სრულიად ნორმალურია, რადგან უკრაინას არ სურს გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელსაც რუსები მათ წინააღმდეგ გამოიყენებენ. ბევრად უკეთესია ესეთი ტიპის იარაღის საიდუმლო შენახვა მანამ, სანამ ისინი მზად არ იქნებიან ომში გამოსაყენებლად, რადგან ეს მათ აძლევს საუკეთესო შანსს მოულოდნელად დაარტყან მტერს. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ზუსტი ტექნიკური მახასიათებელი ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია, ჩვენ მაინც გვაქვს ზოგადი წარმოდგენა, როგორ მუშაობს DART. მოხსენებები მიუთითებს, რომ სტრატოსფერული ბუშტები მას მიიტანს სიმაღლეზე 7.5-დან 11.2 მილის, ანუ 12-დან 18 კილომეტრამდე. როგორც კი ის მიაღწევს საჭირო სიმაღლეს, რაკეტა გაეშვება. ამ ეტაპზე ის ეხორნობა სპეციალურ სერვოამძრავებს და ჩაშენებულ სანავიგაციო სისტემებს, რათა ჰაერში სტაბილიზაცია მოახდინოს და წინასწარ განსაზღვრულ ფრენის მარშრუტზე გადავიდეს. ეს შეიძლება უმნიშვნელო დეტალად მოგიჩვენოთ, მაგრამ ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. რადგან თუ რაკეტა უბრალოდ ბუშტიდან ჩამოაგდეს და ვერ შეძლო თავის სტაბილიზაცია, ის მარტივად შეიძლება მარშრუტიდან რამდენიმე მილით გადაუხვიოს. ამის ნაცვლად DART მიზანს ეწევა დაშვებისას. მაგრამ, როდესაც დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 3.7 მილი, ანუ 6 კილომეტრი აშორებს, მისი სანავიგაციო სისტემა სრულად ითიშება. ეს უდავოდ DART-ის დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილია. როდესაც სანავიგაციო სისტემა გამორთულია, ის აგრძელებს ფრენას მხარ საწვავზე მომუშავე ძრავით, წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს მიყვება და საბოლოოდ ეჯახება მიზანს, რომელიც შეიძლება იყოს საბრძოლო მასალის საწყობი ან ნავთობის საცავი. ახლა კი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რუსეთი სულ უფრო მეტად ეღრმობა ელექტრონული ბრძოლის სისტემებს, რათა ჩაახშოს, შეცდომაში შეიყვანოს, ან სხვა გზით შეაფერხოს უკრაინული დრონები და რაკეტები. მისი ინჟინრები აგრძელებენ ინოვაციებს ამ სფეროში, ამატებენ დამატებით ანტენებს და ქმნიან უფრო რთულ სისტემებს. ფაქტობრივად, უკრაინის საჰაერო საშუალებების შეჩერების მიზნით ისინი წყვეტენ მათ კომუნიკაციას და თიშავენ ნავიგაციის სისტემებს, რათა მათ თავიანთ დასახულ სამიზნეებს ვერ დაარტყან. DART სისტემის უნიკალური უპირატესობა ისაა, რომ დაშვების ბოლო რამდენიმე მილში ის არ არის დამოკიდებული გარე კომუნიკაციებსა ან სატელიტურ ნავიგაციის სისტემებზე. ასე რომ, თეორიულად მაინც, თუნდაც რუსეთს მიწაზე მთელი არმია ელექტრონული ომის ჩამხშობებისა ჰყავდეს, რომლებიც მზად არიან ეთერი ყალბის სიგნალებითა და ხმაურით გაავსონ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხმაური ამ სისტემაზე გავლენას არ ახდენს, რადგან ის არაფერს უსმენს. ამის ნაცვლად ის ჩუმად, უხმოდ ეშვება სამიზნეზე და ჩამხშობლებს მისი შეჩერება არაფრით შეუძლიათ. ომში, სადაც ელექტრონული ომის ტექნოლოგიები სულ უფრო მეტ როლს თამაშობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი აღნიშნავს, რომ ელექტრონული ომი კონფლიქტის ერთ-ერთ გამსაზღვრელ ძალად იქცა და ორივე მხარისთვის დიდ გავლენას ახდენს. მაგალითად, ივნისის 14-დან 15-ზე გადამავალ ღამეს, რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე 7 ათეული რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი, სულ 691 საჰაერო საშუალება გაუშვა.
უკრაინამ შეძლო ამ საშუალებებიდან 632-ის განადგურება ან ჩახშობა, რაც ელექტრონული ომის სისტემების გამორჩეულ ძალასა და პოტენციალზე მიუთითებს სიცოცხლის გადასარჩენად და კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. GPS-ის ჩახშობის სისტემების მასობრივი გავრცელება ბრძოლის ველზე დღეს ორივე რუსეთსა და უკრაინას სასოწარკვეთილ რბოლაში ამყოფებს. ალტერნატიული მართვის მეთოდების პოვნა ან ისეთი იარაღის შექმნა, რომელიც ფაქტობრივად თავიდანვე იცის, სად მიდის და არ სჭირდება მუდმივი მართვა მთელი გზის განმავლობაში, მაგალითად როგორც სტარტი. მაგრამ სანამ ამ ახალი იარაღის სხვა უნიკალურ უპირატესობებს, გამოყენებებსა და შესაძლო ნაკლოვანებებს განვიხილავდეთ, კიდევ ბევრია სათქმენი. თუ the military show-დან სარგებელს იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა. ეხლა ის ფაქტი, რომ DART შეუძლია მოწინააღმდეგის ელექტრონული ომის სისტემების თავიდან აცილება, ალბათ მისი ყველაზე დიდი უპირატესობაა, მაგრამ ეს ერთადერთი არა. ამ სისტემის კიდევ ერთი უზარმაზარი უპირატესობა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ის ბუშტიდან იწყებს ფრენას. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად მისი გაშვება თითქმის ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება. ეს მოიცავს როგორც წინა ხაზის პოზიციებს, ასევე უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ადგილებს, რადგან ისტორიული ამინდის რუკები აჩვენებს, რომ სტრატოსფერული ქარები როგორც წესი უკრაინიდან რუსეთისკენ აღმოსავლეთის მიმართულებით უბერავს. მაგალითად, ბუშტი შეიძლება კიევში გაუშვან და უბრალოდ ქარს გახვეს 100 მილი ან მეტიც მოსკოვის მიმართულებით, სანამ ტვირთს ჩამოაგდებს. და რადგან აქ ბუშტებზე ვსაუბრობთ და არა თვითმფრინავებზე, უკრაინის ჯარისკაცებს მხოლოდ სისტემის გაბერვა და გაშვება სჭირდებათ. არ არის საჭირო ასაფრენი ბილიკები ან აეროდრომები. არც პილოტის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაა საჭირო და არც ძვირადღირებული თვითმფრინავის დაზიანების ან განადგურების რისკი არსებობს, რომ ასეთი ტიპის საბრძოლო მასალა გამოიყენონ. ისინი შეიძლება გაუშვან ნებისმიერ დროს, თითქმის ნებისმიერი ადგილიდან და უბრალოდ დატოვონ, რომ დრის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს რუსეთს სრულიად ახალ გამოწვევას უქმნის, რასთანაც უნდა გამკლავდეს. ამ დრომდე რუსეთს უწევდა გამკლავება უკრაინის შიგნით შექმნილ სხვადასხვა ტიპის დრონებთან და რაკეტებთან, ასევე დასავლური იარაღთან, როგორიცაა Storm Shadow-ი და ATACMS-ი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველა განსხვავებულია, ამ სისტემების უმეტესობა მიყვება ერთსა და იმავე ტრადიციულ სქემებს და აქვთ მსგავსი სისუსტეები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია რადარების, საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული ომის ტექნოლოგიების დახმარებით. DART-ი თითქმის ყველა მხრივ განსხვავებულია. ის საშუალო დრონზე ბევრად უფრო მაღლა ადის და მიზნებისკენ დიდი სიჩქარით მიემართება. თანაც არ ეყრდნობა იმავე ტიპის ნავიგაციის ტექნოლოგიებს, რასაც საშუალო რაკეტა იყენებს. და ეს რუსეთს პრობლემას უქმნის, რადგან კრემლს ჯერ არ აქვს დამტკიცებული მეთოდი ასეთი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ყველაფერი, რაც მას შეუძლია, არის იმედი კონდეს, რომ მისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა S-300 და S-400, შეძლებენ რაკეტების დროულად აღმოჩენას და მათ ჩამოგდებას შეჯახებამდე. მაგრამ ბოლო წლებმა საკმარისი მტკიცებულება მოქცა იმისა, რომ ასეთი სისტემები სანდოდ ვერ ჩაითვლება. უკრაინამ ათეულობით ასეთი სისტემა დააზიანა და გაანადგურა. და რადგან მათ ნაკლები თავდაცვა აქვთ, კრემლის სარდლებს დარჩენილი რესურსების გადანაცვლება და ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და სხვა ობიექტების, მაგალითად მოსკოვის, დაცვაზე პრიორიტეტის მინიჭება მოუწიათ. მიუხედავად ამისა, უკრაინა კვლავ ამტკიცებს, რომ რუსეთის თავდაცვა უბრალოდ არასაკმარისია. რადგან კიევის დრონების ოპერატორებმა რამდენიმე თანმიმდევრული იერიში მიიტანეს ყველაზე დიდ და კარგად დაცულ ქალაქებზე, მათ შორის თავად მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე. არსენალში DART-ის არსებობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა შესაძლოა ეს იერიშები კიდევ უფრო მომაგდინებელი და დამანგრეველი გაღახადონ კრემლისთვის. მაგალითად, შესაძლებელია, რომ საჰაერო შეტევის დასაწყისში უკრაინამ გაუშვას DART-ის რაკეტების სერია და მათი საშუალებით მიზნის ზონაში არსებული რადარები ან თავდაცვითი სისტემები ცხოვრიდან გამოიყვანოს. შემდეგ კი შესაძლებელია დრონებისა და ტრადიციული რაკეტების მასიური შეტევა, რაც გაანადგურებს დაუცველ ენერგოინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებს. და სარგებელი ამით ამთავრდება. აქვე დგას ხარჯების საკითხიც. საიდუმლო არ არის, რომ უხვი დაფინანსებისა და მხარდაჭერის პაკეტების მიუხედავად, რომლებიც უკრაინას ევროპასა და სხვა ქვეყნებში მოკავშირეებისგან აქვს, უკრაინა ვერ შეედრება რუსეთის აბსურდულად მაღალ თავდაცვით ხარჯებს. ისევე ვერ შეედრება მოწინააღმდეგეს საბრძოლო მასალის უზარმაზარი მარაგებით, ცოცხალი ძალით ან სამხედრო წარმოების შესაძლებლობებით. მას არ აქვს ის უზარმაზარი ქარხნები და ლოგისტიკური ქსელები, რომლებზეც რუსეთი ეყრდნობა ძვირადღირებული რაკეტებისა და დრონების მასობრივად წარმოებისთვის. შედეგად, მას სხვანაირად მოქმედება უწევს. უნდა იყოს ადაპტირებადი და ხარჯთეფექტური. აი რატო ხედავთ, რომ უკრაინა ასე ძლიერ ეყრდნობა ადგილობრივ ინოვაციებს? მაგალითად, მის სულ უფრო მრავალფეროვან დრონების არმიას, რომელიც ძირითადად შედგება უპილოტო საფრენი აპარატებისგან, რომლებიც შედარებით იაფი და მარტივად წარმოებადია. ეს ასევე მიზეზია იმისა, რომ უკრაინამ ამ ომის დიდი ნაწილი არ დაუთმო იდეალური იარაღის შექმნას, არამედ დააბანდა ისეთ სისტემებში, რომლებიც ფუნქციურია, ხელმისაწვდომი და მტრისთვის რთული დასაძლევია. სუბუქი ბუშტით გაშვებული რაკეტა იდეალურად შეესაბამება ამ მოთხოვნებს. მისი კომპაქტური ბუნებისა და იმ ფაქტორის გამო, რომ მას უბრალოდ შეუძლია ჰაერში აფრენა და არ სჭირდება გაშვება ან მართვა,
დართის სერიულ წარმოებაში ჩაშვება უკრაინისთვის საკმაოდ იაფი უნდა დაჯდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით თითოეული ერთეულის ღირებულება, ისინი სავარაუდოდ მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე უფრო დიდი და რთული ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტების სისტემები. და მიუხედავად იმისა, რომ დართის საბრძოლო ნაწილი შედარებით მცირეა, მას მაინც უნდა კონდეს საკმარისი ძალა, რომ სერიოზული ზიანი მიაყენოს შესაბამის სამიზნეებს. ამ ყველაფრის მიუხედავად მნიშვნელოვანია, რომ არ გადავაჭარბოთ და არ ვიფიქროთ თითქოს დარტ იდეალური იარაღია, ან რომ ის უკრაინის ყველა პრობლემას აგვარებს. ბოლოს და ბოლოს ამ სისტემის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით და მისი რეალური შესაძლებლობებისა და ეფექტიანობის სრულად გასაგებად დრო და მოთმინება იქნება საჭირო. ექსპერტები უკვე სვამენ კითხვებს. მაგალითად, რამდენად ეფექტური უნდა იყოს დართის ნავიგაციის სისტემები, რათა მან წარმატებით დარჩეს მიზანზე, მაშინაც კი, როცა ეს სისტემები გათიშულია. ბევრმა ასევე მიუთითა ბუშტებზე დაფუძნებულ სისტემებთან დაკავშირებულ ისტორიულ პრობლემებზე. ვინც ოდესმე გაუშვია ბუშტი ქარში, მაგალითად, იცის რამდენად ადვილად ექვემდებარება ეს ობიექტები ქარსა და ზოგად კლიმატურ პირობებს. რა თქმა უნდა, სამხედრო დანიშნულების სტრატოსფერული ბუშტები ზუსტად იგივე არ არის, როგორც ის ბუშტები, რომლებიც შეიძლება სახლში დაბადების დღეზე გამოიყენონ. მაგრამ ბევრი იგივე წესი მაინც მოქმედებს. ქარმა შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით წაიღოს ისინი და ისინი ექვემდებარებიან ქარის სიძლიერისა და ამინდის მოულოდნელ ცვლილებებს. ასეთი ფაქტორები, როგორიცაა გაშვების დრო და გამოშვების პირობები, ყველა ქმნის გარკვეულ გაურკვევლობას, რაც შესაძლოა დართის მართვას უფრო რთულს ხდის. ამიტომ აუცილებელია დავსვათ კითხვები დართის მოქმედების საერთო რადიუსზე. რამდენად სავარაუდოა, რომ მიზანს მოხვდება და რა ტიპის შეცდომის ზღვარი აქვს სიზუსტის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე ჯერ კიდევ უნდა ვიცოდეთ, რამდენი ღირს თითოეული ერთეულის წარმოება და გამოცდილია თუ არა სისტემა, ან გამოყენებულია რეალურ საბრძოლო პირობებში, თუ ჯერ კიდევ ადრეულ დაგეგმვისა და პროტოტიპის ეტაპზე. ამ ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია საბოლოო დასკვნების გაკეთება იარაღის რეალურ ღირებულებასა და სიცოცხლის უნარიანობაზე. თუმცა იმაზე დაყრდნობით, რაც ამ ეტაპზე ვიცით, საკმარისი საფუძველი გვაქვს ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილნი ამ სისტემის მიმართ. ყოველ შემთხვევაში თეორიულად როგორც ჩანს, ის წვეთს რამდენიმე პრობლემას, რომელსაც უკრაინა აწყდებოდა უფრო ტრადიციული საბრძოლო მასალის გამოყენებისას. ამასთანავე კი ახალ გამოწვევებს უქმნის მტერს. ეს ნამდვილად უნიკალური გადაწყვეტაა და თუ წარმატებულად დამტკიცდება, შეიძლება გზა გაუხსნას მსგავსი სტილის სხვა სისტემებსაც, რომლებიც სპეციალურად შეიქმნება ელექტრონული ომის ტექნოლოგიების წინააღმდეგ საბრძოლველად, საკუთარი შიდა ნავიგაციის სისტემების გათიშვით მიზანთან მიახლოებისას. და კიევს არ აქვს განზრახვა აქ გაჩერდეს. მიუხედავად იმისა, რომ დართის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ საკმაოდ საიდუმლო იყვნენ, სისტემის შემქმნელებმა ღიად აღიარეს, რომ მისი ტექნოლოგია შეიძლება საფუძვლად დაედოს მომავალ პროექტებს, რომელთა შორის შეიძლება იყოს ბალისტიკური და საზენიტო რაკეტებიც. კვლავაც არ არსებობს დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ეს გულისხმობდეს. მაგრამ უკრაინის გუნდები შესაძლოა უკვე იკვლევენ დამატებით გზებს, როგორ გამოიყენონ ბუშტები უფრო დიდი და მომაკვდინებელი საბრძოლო მასალის გასაშვებად. ან როგორ ჩართონ უფრო ჭკვიანი ნავიგაციის სისტემები ამ იარაღებში, რათა მათ შეძლონ რუსეთის ელექტრონული ომის ჩამხშობების გვერდისავლა. ნებისმიერ შემთხვევაში ერთი რამ ნათელია. უკრაინის ამბიცია შეუდარებელია და ქვეყანა განაგრძობს ურყევ ერთგულებას ინოვაციების მიმართ. ის ყოველთვის ეძებს ახალ, უფრო ამაღელვებელ გზებს საზღვრების გასარღვევად და სამხედრო ტექნოლოგიების შესაძლებლობების გასაფართოებლად, ისე როგორც დანარჩენ მსოფლიოს ჯერ კიდევ წარმოუდგენლად მიაჩნია. სწორედ თავისი ამბიციის, ინოვაციების და საკუთარი თავის რწმენის გამოა უკრაინა დღეს ასეთ ძლიერ მდგომარეობაში, მაშინ როცა რუსეთი სულ უფრო ღრმა და ბნელ კრიზისში ეშვება. ამაზე უფრო მეტ შეგიძლიათ გაიგოთ ამ ვიდეოში, სადაც ჩანს, როგორ ვლადიმირ პუტინიც კი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ მისი ომი განწირულია. და ამ ფაქტის გრძელვადიანი შედეგების გასაგებად უყურეთ ამ ვიდეოს, რომელიც აჩვენებს, როგორ შეიძლება რუსეთმა განაგრძოს ტანჯვა მომავალი თაობების განმავლობაში, მაშინაც კი როცა ომი საბოლოოდ დასრულდება. და თუ გსურთ უფრო სიღრმისეული ანალიზი და უახლესი ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომიდან და სხვა მნიშვნელოვან კონფლიქტებზე მსოფლიოში, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show დღესვე.